მეოთხე ვნება არის ვერცხლის მოყვარეობა, ფულის სიყვარული. იოანე კლემაქსი გვასწავლის, რომ ვერცხლის მოყვარეობა ღმერთის ასოების დაკარგვა. პავლე მოციქული მას ფარულად კერპთაყვანისმცემლობასაც უწოდებს. ვერცხლის მოყვარეობის სხვადასხვა სახე არსებობს. პირველი სიძუნწე. ადამიანს ისე უჭირს რაიმეს გამეტება, როგორც საკუთარი ხელის მოჭრა. მეორე სიხარბე. სიძუნწე შეერთებულია შეძენის სურვილთან. მესამე სახმართ მოყვარეობა, ნივთების სიყვარული და ასე შემდეგ. ზოგჯერ ადამიანი ფულს აგროვებს თითქოს იმისთვის, რომ სხვებს დაეხმაროს. ეს სიცრუეა. ფულს რომ დააგროვებს ადამიანი, უსულგულო ხდება თავისი ახლობლებისა და მეგობრების მიმართაც კი. ფულის სიყვარული საშინელი სენია. ამ ვნებამ ჩაადენინა იუდას ყველაზე გულშესაზარი ცოდვა, მაცხოვრის გაცემა. ფულის მოყვარე ადამიანის ცხოვრება სავსეა მწუხარებით. რამე თუ იგი მრისხანე ბატონის მონა. ხშირად ხდება ვერცხლის მოყვარენი უცაბედად მოუნანიებლად კვდებიან. ეს სასჯელია მათთვის, რადგან თავიანთი გული სულიწმინდი სამკვიდრო ფულის ქისად გადააქციეს. ზოგჯერ ფულის მოყვარე ადამიანში თითქოს ყველა სხვა ვნებაც ხრება, მაგრამ ეს ხდება არა მათი დაძლევის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს კაცი მათ შორის ყველაზე სასტიკმა ვნებამ შეიპყრო.